განხილვის თემაა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელიც, რომლითაც ის შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს ასაჩივრებს. ოპოზიციაში არ აქვთ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს და აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონი პოლიტიკური და დემოკრატიული ცხოვრების შეზღუდვას ემსახურება. კანონის გამკაცრებას ქართულ ოცნებაში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებით ხსნიან. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიები ქვეყნის საზიანოდ გარე ძალების დავალებით მოქმედებენ. შეგახსენებთ, მანიფესტაციის შესახებ კანონი გასულ წელს გამკაცრდა ომბუდსმენის აპარატის განმარტებით კი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცველთა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე ჯარიმის ოდენობა. კარგია, რომ სახალხო დამცველს მუშაობის მეორე წელს გაახსენდა, რომ ის არის სახალხო დამცველი და არა ოცნების დამცველი. იმ პირობებში, რომ სასამართლო ხელისუფლება მიტაცებული აქვს ნაციონალური მოძრაობის ზონდერის მურუსიძის კლანს და შესაბამისად მურუსიძე ასრულებს რეჟიმის ბრძანებებს მხოლოდ და მხოლოდ და ვხედავთ ყოველდღიურად udანაშაულო ადამიანების დასჯას სასამართლო დარბაზებში. შესაბამისად მოლოდინი იმისა, რომ რაიმე სასიკეთო ჩვენი მოსახლეობისთვის მოხდება აი ამ სარჩელის შეტანილი სარჩელის შედეგად ჩვენ არ გვაქვს. მე არ ვიცი ხა სახალხო დამცველს რა აქვს იქ მოტივი და მიზანი რომ შეიტანეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ამას ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტი კანონს იღებს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც იგივე პოზიციაზე იქნება. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ვერც ერთი სასამართლო ვერ მიიჩნევს ანტიკონსტიტუციურად ისეთ კანონს, რომელიც იცავს მილიონობით ადამიანების უფლებებს და 20 თუ 30 ადამიანის კანონდარღვევას მიიჩნევს კანონდარღვევად. ეს მისი კონსტიტუციური უფლება, ამიტომ ჩვენ მივესალმებით ყველა ასეთ შესაძლებლობას, თუ აქვთ მათ სურვილი, რომ გამოიყენონ სამართლებრივი რესურსები, სამართლებრივი ბერკეტები, მაგრამ ამავე დროს, რაც არ უნდა დაუვიწყოთ ყველა ჩვენგანმა, ეს არის ის, რომ სახელმწიფოს აქვს ასევე იმის უფლება, რომ დაიცვას საკუთარი თავი, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები და დაიცვას ზოგადად სახელმწიფოებრიობა, როდესაც არის მასზე შეტევა. შესაბამისი კანონმდებლობა სწორედ ამ კონტექსტში იყო მიღებული, რომ პირველეს ყოვლისა დაცული ყოფილიყო საზოგადოებრივი წესრიგი, დაცული ყოფილიყო სახელმწიფოებრიობა. სხვა მხრივ ჩვენ ვნახავთ რა კონკრეტული არგუმენტები ექნება სახალხო დამცველს და ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ჩავერთოთ ამ სამართლებრივ პროცესში.